გამარჯობა. თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე თუ როგორ შევინახოთ დაკოპირებული მონაცემები. კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც დავაკოპირებთ მონაცემს, მაგალითად სახელი 203 და შემდეგ დავაკოპირებთ სახელი 109, თუ მივცემთ ბრძანებას paste, მივიღებთ აუცილებლად პასუხად მხოლოდ იმას, რაც ბოლოს დავაკოპირეთ. Microsoft Office და კერძოდ Excel-საც გააჩნია შესაძლებლობა აირჩიოთ ბრძანება clipboard-ი. Clipboard-ის გამოსვლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ სხვადასხვა მონაცემები და თქვენს მიერ დაკოპირებული მონაცემები გროვდება მეხსიერების ბუფერში. ასევე შეგიძლიათ დააკოპიროთ ფორმატირებული მონაცემიც. მეხსიერების ბუფერში დაგროვილი ინფორმაცია შეგიძლიათ clear all ბრძანებით გაასუფთავოთ და როგორც ხედავთ, ის მთლიანად წაიშლება. თუმცა მოდით კიდევ ერთხელ დავაკოპიროთ მონაცემები და დავაგროვოთ ბუფერის მეხსიერებაში. თუ მივცემთ რომელიმე თუნდაც ახალ შიტზე ბრძანებას paste all-ი, ვნახავთ, რომ ყველაფერი დაკოპირებული ჩაჯდება და თქვენ კვლავ შეგიძლიათ განაგრძოთ სხვადასხვა ადგილას ის, რაც დააკოპირეთ, ჩასვათ. ასევე შეგიძლიათ კვლავ განაგრძოთ კოპირება და ბუფერი ისევ და ისევ დააგროვებს თქვენ მიერ მონიშნულ ინფორმაციას. ყველაზე საინტერესო კი გახლავთ ის, რომ თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ მაგალითად Word-ის პროგრამაში, სადაც გამოიძახოთ clipboard-ი და ყოველივე ზემოთ დაკოპირებული დახვდებათ აქაც. მაგალითად მისცეთ paste და paste all-ი და ნახავთ, რომ გადმოვა ეს მონაცემები სრულად. ასევე შეგიძლიათ სათითაოდ ჩასვათ. მაგალითად მისცეთ ბრძანება paste, ან თუ ბუფერში ის აღარ გნებავთ, მისცეთ delete. იგივე ბრძანებების გამოყენება შესაძლებელია Microsoft PowerPoint-შიც. შეგიძლიათ გამოიძახოთ clipboard-ი და clipboard-ში კვლავ როგორც ხედავთ არის მოცემული ეს მონაცემები. დავდგეთ მაგალითად სლაიდზე, დავაჭიროთ Relax და ვნახავთ, რომ ჩაჯდება სწორედ ის მონაცემი, რომელიც იყო გადმოტანილი თქვენს მიერ Microsoft Excel-იდან. დავაჭიროთ და ვნახავთ, რომ ჩაჯდება ეს მონაცემები. ანუ ასე შემდეგ კიდე დავუშვათ ამ ადგილას, ან სხვა სლაიდზე დავდგეთ, დავაჭიროთ და აი როგორც ხედავთ, სხვადასხვა მონაცემები გადმოდიან სხვადასხვა ადგილებში. აქაც შეგიძლიათ მისცეთ clear all და როდესაც დაბრუნდებით Excel-ში, ნახავთ, რომ Excel-ში წაშლილია. სადამდე და როდამდე ინახავს ინფორმაციას Microsoft Excel-ი clipboard-ების დახმარებით. მანამ სანამ Office-ის რომელიმე პროგრამა გახსნილია თქვენ კომპიუტერში, clipboard-ში მონაცემები ინახება. ყველა Office-ის პროგრამის დახურვის შემდეგ clipboard-ში მონაცემები ავტომატურად წაიშლება. მადლობა ყურადღებისთვის.